გამარჯობა ბავშვებო, მოგესალმებით. ეხლა ჩვენ მოგვიწევს გაკვეთილების ნაწილის გამეორება, ხო, ნაწილის სწავლა და ახალი დავალების შესრულება. მოდი ჯერ მე-17 გაკვეთილი გავიმეოროთ, რომელიც ეხება ზედსართავ სახელებს და მიმართულებას. მიმართულება რთული არ არის. მე-17 გაკვეთილის დასაწყისში მეორე დიალოგის ქვევით პრямо პირდაპირ ნაჩვენები არის ის რით направо მარჯვნივ და налево მარცხნივ. შემდეგ გვერდზე მოცემული არის დიალოგი, სადაც გამოყენებულია ზედსართავის სახელები. ფუტბოლნაე პოლე, საფეხბურთო მოედანი. სიტყვას პოლე აქვს სხვა მნიშვნელობაც, ეს არის მინდორი. ანუ შეიძლება იყოს მინდორით, შეიძლება იყოს ქართულად თარგმანში საფეხბურთო მოედანი. და თემის სახელწოდებაა как охарактеризовать предметы места. როგორ დავახასიათოთ предметы, საგნები, место, ადგილი, ადგილმდებარეობა. და как оценить предметы места, როგორ შევაფასოთ. დახასიათება это спортивные флаги, ეს სპორტული დროშებია და შეფასება какие красивые флаги. რა ლამაზი დროშებია. აქ არის სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა თქვენ უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ როგორც წესი ქართულადაც იგივეს ხმარობთ, ვიყენებთ ამ სიტყვებს. ფუტბოლნაე პოლე ვთქვით, საფეხბურთო მოედანი ან მინდორი შეიძლება და ბასეინ, აუზი. ეხლა დავუკვირდით დაბოლოებას ამ დიალოგში. Какие большие флаги. რა დიდი დროშებია. შეიძლება ვთქვათ, სწორი ფორმა უფრო რამხელა დროშებია, ქართულად ასეც ვიტყვით. Красные, зеленые, голубые. დავუკვირდით დაბოლოებებს. Красные, зеленые, голубые. флаги, ვიცით რომ მრავლობით რიცხვის მიღებისთვის გვჭირდება ბოლოში i ან i. გაჩნია დაბოლოება, გაჩნია როგორ თანხმოვნელზე ბოლოვდება სიტყვა. და შემდეგ გვაქვს მოცემული ცხრილი. ეს არის ზედსართავის სახელები სხვადასხვა სქესში. რა დაბოლოებები აქვს? მხოლობით რიცხვში. ჯერ დავუკვირდით мужской мамробiti, женский მდედრობითი და средний საშუალო სქესი. დავუკვირდით დაბოლოებებს какой კითხვა, პასუხი красный, красивый, большой, голубой. какая მდედრობითი სქესის красивая, большая. თვითონ კითხვა მიგვანიშნებს იმაზე, რა შეიძლება იყოს პასუხად დაბოლოებაში. какой большой, какой красивый. Какая მდედრობითი სქესი красивая, голубая და საშუალო სქესი какое красное, голубое. მრავლობით რიცხვში ყველას აქვს ერთი და იგივე დაბოლოება красивые, красные, большие, იმიტომ რომ აქ სქესის მნიშვნელობა, გრამატიკული სქესის მნიშვნელობა არ გვაქვს. მდედრობით და მამრობით სქესის სიტყვებსაც იგივე დაბოლოება ექნებათ, ერთნაირი დაბოლოება улицы, стадионы, флаги და საშუალო სქესის სიტყვებს ექნებათ განსხვავებული города, поезда, озера. დავუკვირდით რომ ზოგ სიტყვას დაბოლოებაში მრავლობითში აქვს i, ზოგს i. ჩვენ ნასწავლი გვაქვს, ეს ჩანაწერიც გაკეთებული უნდა გქონდეთ, რომ სიტყვებს, რომლებიც ბოლოვდება g-ზე, k-ზე, x-ზე, ან ეგრეთ წოდებულ შიშინა ბგერებზე, ეს არის ჟ, შ, ჩ, შ, ჩ, მათ შემდეგ i არ იწერება. ეს არის გრამატიკული წესი. ყველა შემთხვევაში გვექნება i, ამიტომ არის флаги, g-ს მერე არის i, ხოლო სტადიონი, s მერე არის i. ეს უნდა დავიმახსოვროთ. ეხლა გადავდივართ შემდეგ გვერდზე. აქ მეორე სავარჯიშოა, სადაც უბრალოდ სიტყვაა მისაწერი вырази восхищение. როგორი დასამატებელი იქნება ზედსართავის სახელი და სიტყვა. სლავარი არის ლექსიკონი ან სიტყვარი, ვაშლები ან ვაშლი, какое, იმიტომ რომ яблоко საშუალო სქესის სიტყვა და ეს წინ ცხრილში გააქვთ ეს სიტყვა ნაჩვენები, лягушка და собака ან собаки მრავლობით რიცხვში. მოკლედ შესავსები არის ეს სავარჯიშო. ეხლა შემდეგ მე-18 გაკვეთილში, რომელიც ახალი გაკვეთილია თქვენთვის,
აქ არის მოცემული რამოდენიმე სიტყვა, არის სურათის აღწერა, ის სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ რაღაც გარკვეულ საგანს, ნივთს, ადგილმდებარეობას, მოცემული გაქვთ ნახატზე. მინიშნებულია ციფრებით. სიტყვების მნიშვნელობა თქვენ ნაწილისა იცით, აქ არის სიტყვები ლეს, ტრაქტორ, ახალი სიტყვა, მაგრამ გასაგებია ქართულადაც ტრაქტორია, ლეს არის ტყე, მოსტრიკა, ეს პირველი გაკვეთილებიდან ვიცით. დაროგა არის გზა და ფერმა. სიტყვა დირევნია აღნიშნავს სოფელს, ნიშნავს სოფელს. ანუ ის რაც გამოხატულია ამ ნახატზე, არის სოფელი და სოფლის აღწერილობა. და შემდეგ დიალოგში, პირველ დიალოგში არის ამ სოფლის აღწერა. Вот и наша деревня, აი ჩვენი სოფელიც. Вот и наша деревня, აი ჩვენი სოფელიც. და შემდეგ არის განმარტება. Какая маленькая, რა პატარა. Маленькая, но красивая, პატარა, მაგრამ ламазия. Да, здесь хорошо. А это парк? Парки, გახსოვთ ეს სიტყვა? ამ სიტყვის მნიშვნელობა. ცელოფნის парკი არ არის, ეს არის парკი. ანუ ადგილი, სადაც დასვენებლად შეიძლება მისვლა, სადაც ხეები იზრდება, ბუჩქნარია. Что ты, парк в городе? Что ты ამ შემთხვევაში? ეს фраза ნიშნავს რას ამბობ. Парк в городе, парки ქალაქშია. А у нас в деревне лес. Он очень большой и зеленый. И ძალიან დიდი და მწვანეა. Там есть лисы, зайцы. Лисы, зайцы, მრავლობით რიცხვში. მელიები და კურდღლები. И волки тоже есть. მგლებიც არიან? Нет, волки у нас в лесу не живут. არა, მგლები ჩვენთან ტყეში არ ცხოვრობენ. А там река. იქ კი მდინარეა, река. У нас в реке есть рыба. У нас в реке, დაუკვირდით, у нас в реке. ჩვენთან მდინარეში есть рыба, არის თევზი. თევზები არა, არის თევზი, მრავლობით რიცხვში. ვამბობთ ასე, у нас есть рыба. და შემდეგ, хорошо, и у нас в Москве-реке тоже есть рыба. ჩვენთან მდინარე მოსკოვშიც, იმიტომ რომ მოსკოვში ჩამოედინება მდინარე, რომელსაც ასევე მოსკოვი ჰქვია, არის თევზი. შემდეგ გვერდით მოცემული გაქვთ გრამატიკული მასალა. Гахсовт, у нас в реке, у нас в городе, у нас в деревне, у нас в лесу есть стадион, маграм, у нас нет стадиона. У нас в деревне есть река, нет реки. В лесу есть озеро, нет озера. ეს არის ფრაზები, რომელთა დამახსოვრება იქნება საჭირო. და შემდეგ გვერდზე არის ორი პატარა ტექსტი. მე გთხოვეთ, რომ ეს ტექსტები კარგად უნდა იცოდეთ კითხვით და თარგმნით. ეხლა თქვენი მომდევნო დავალება იქნება რა? პირველი ტექსტი, я живу в городе, მე ვცხოვრობ ქალაქში, უნდა გადააკეთოთ ისე, რომ მოარგოთ იმ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობთ, ანუ თბილისს. შესაბამისად ტექსტი დაიწყება ასე. Я живу в Зеленограде, ამის მაგივრად იქნება. Я живу в Тбилиси, საკუთარი სახელია იწერება დიდი ასოთი, თბილისი, Тбилиси. Наш город небольшой, ჩვენი ქალაქი არ არის დიდი, ან არც ისე დიდია. მაგრამ თბილისი დიდი ქალაქია, ამიტომ დავწერთ наш город большой. განსხვავებით ამ პატარა ქალაქისგან, თბილისში არის არა თეატრი, არამედ თეატრები, სტადიონები, მუზეუმები. შესაბამისად ეს სიტყვებიც მრავლობით რიცხვში იქნება დასაწერი. და ბოლოსკენ მეორე და მესამე აბზაცი, იქ სადაც ლაპარაკია იმაზე, სად მუშაობს დედა და მამა, შეგიძლიათ აი ეს ბოლო ორი აბზაცი დატოვოთ ისე როგორც არის. ან თუ იცით სად მუშაობენ თქვენი მშობლები და იცით როგორ დაწეროთ, შეგიძლიათ დაწეროთ. თუ გყავთ ძმა ან და, შეგიძლიათ ესეც დაწეროთ. თუ არა და დატოვეთ მესამე აბზაციც ისე როგორც არის. აი ეს არის მთელი თქვენი დავალება. დიდი მადლობა. შეგიძლიათ გაკეთებული დავალება, ანუ ის რასაც დაწერთ, აი ამ პირველ ტექსტს я живу в городе, ამიტვირთოთ ჩემს პირად Facebook გვერდზე, ან მეილზე, რომელსაც მოგაწვით მე თქვენი კლასის ჯგუფში, ჩემ მეილის მისამართს, ან ჩემს Facebook გვერდზე. გადავუღეთ სურათი და ამიტვირთეთ, რომ შევამოწმო და ვნახო. მოგაწვით მე პასუხებს. დიდი მადლობა.